გამარჯობა ჩემო ძვირფასებო საღამომშვიდობის და გილოცავთ დღეს დავითობა დღეა ღმერთმა საქართველოს ისეთი გაძლიერება როგორც ეს დავითის მეფობის ბოლო პერიოდში იყო და დღეს მინდა განვიხილო უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივა ის მიერ კით კელოგის არის ესეთი სახელმწიფო მოღვაწე კით კელოგი მისი დანიშვნის და მისი წაგზავნის მისიით რუსეთში და უკრაინაში რათა მან შეძლოს მშვიდობის დამყარება აი ამ რეგიონში. და რას უნდა ველოდოთ აი ამ ინიციატივისაგან. ჩემთვის როგორც პოლიტოლოგისთვის ყველაზე ნიშანდობლივი იყო ბატონი კელოგის განცხადება იმის შესახებ, რომ აი მან მაგალითად მოიყვანა რუსეთ-იაპონიის ომი ჯერ კიდევ 1985 წლებში, რომელიც მიმდინარეობდა და ის ფაქტი, რომ სწორედ ამერიკის შუამავლობით, ანუ თეოდორ რუზველტის შუამდგომლობით მოხდა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, ანუ ამ ომის დასრულება მაშინ რუსეთსა და იაპონიას შორის. და დაახლოებით იგივე მოდელის მიხედვით და იგივე პრინციპით სურს რომ ტრამპმაც იგივე მოიმოქმედოს, რაც მაშინ მოიმოქმედა თეოდორ რუზველტმა. მოგეხსენება თეოდორ რუზველტმა მაშინ ამის გამო და ამისათვის ნობელის პრემიაც მიიღო მშვიდობის დარგში. რაც შეეხება კელოგს, მასაც საინტერესო გვარი აქვს, ახლა ბევრს ახსოვს ალბათ იყო ესეთი საზოგადო მოღვაწე ასევე მე-20 საუკუნის დაწყისში ამერიკელი სახელმწიფო მდივანი ფრენკ კელოგი, რომელიც ცნობილი არის ბრიან კელოგის აქტის ხელმოწერით და შემუშავებით ბრიანი იყო საფრანგეთის პოლიტიკოსი და მათ სახელს ატარებს ეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფო ვინაც ხელს მოაწერდა ბრიან კელოგის აქტს და პაქტს იღებდა ვალდებულებას იღებდა, რომ ომი აღარ გამოეყენებინათ როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი. ანუ პაციფისტური ხელშეკრულება იყო და მაშინ კელოგმაც, აი იმ ფრენკ კელოგმაც აი ამ ხელშეკრულების ადებისთვის მიიღო ნობელის პრემია. ნუ ალბათ ამასვე უმიზნებს ჩვენი კით კელოგი დღეს. რა გამოვა ამ საქმიდან, რა შანსი აქვს მშვიდობას და რატომ შეიძლება ეს შევადაროთ თუ არ შევადაროთ მაშინდელ სიტუაციას მეფის რუსეთის ომისა იაპონიასთან. შევდავწყოთ ეგეთი რომ იაპონიასთან ომის დროს, ნუ პრინციპში მსგავსი სიტუაცია იყო, იქიდან გამომდინარე რომ როდესაც რუსეთმა მოიპოვა ჩინეთთან ხელშეკრულების ადების შედეგად გასასვლელი ჩინეთის ზღვაში, ანუ ფაქტიურად მიიღო პორტ არტური არენდით და განავრცო თავისი ძალაუფლება უკვე ფაქტიურად წყნარი ზღვის აუზამდე. ამაში საშიშროება დაინახეს როგორც დიდმა ბრიტანეთმა, ასევე აშშ-მ და ფაქტიურად მათ შეაიარაღეს და მათ დააფინანსეს იაპონიის მომავალი ომი რუსეთის წინააღმდეგ. გამოიყო სერიოზული თანხები, ეს იყო რაღაც მთლიანობაში 9 მილიარდამდე დოლარი, მაშინ იყო ასტრონომიული თანხა, აქედან 9 სახელმწიფოს მიერ იყო გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი 9 დაახლოებით 9 ამერიკული ბანკების მიერ კრედიტების სახით მიეცა იაპონიას. ნუ შეაიარაღეს, დააფინანსეს, ნუ გახსენებთ ხო რაღაც მსგავს მომენტს ახლაც აქვს სხვა ადგილი. აომებენ სხვას უყვართ ამერიკელებს, სხვა რვა თავიანთი ფულებით, რომელსაც მოჭრიან ხოლმე თავიანთ დაზგებზე, შეაიარაღონ, ამაში ფული გააკეთონ და მთავარია დაიხოცოს სხვა ხალხი მათი ინტერესების დასაცავად აი ამ რეგიონში. მართლაც იაპონიამ შეუტია რუსეთს, იქ ცუსიმას ბრძოლა, საზღვაო ბრძოლა ფაქტობრივად მოიგეს იაპონელებმა, ასევე სახმელეთო ოპერაციებს გადასხეს დესანტი კორეაში და იყო იქ ერთ-ერთი შეტევა დიდის გენერალური ბრძოლა, სადაც ნომინალურად ასევე იაპონელების გამარჯვებით ამთავრდა, თუმცა რუსეთი ხო ძალიან დიდი ხანი უნდება თავისი ძალების მობილიზებას და ისე იყო საქმე მიდიოდა, რომ იაპონია მართალია ტაქტიკურ დონეზე წარმატებას მიაღწია, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე მარცხდებოდა, იმიტომ რომ მას აღარ ჰქონდა რესურსები, არც ეკონომიკური და არც რეალური ფიზიკური სამხედრო ძალის, ანუ ცოცხალი ძალის რესურსები. რუსეთი კი მზად იყო ეს ომი გააგრძელებინა და ყველაფერი უკან დაებრუნებინა, თუ კი რამე ჰქონდა დაკარგული აი ამ არა წარმატებული კამპანიის პირველი მარცხის შედეგად. და საბოლოო ჯამში მეფე ნიკოლოზი იყო მაშინ და იაპონიის იმპერატორი ამერიკელების შუამდგომლობით პორტსმუთის ხელშეკრულება იყო ეს. შეთანხმდნენ იმაზე, რომ ფაქტიურად
სახალინის ნახევარი დათმო რუსეთმა იმ პერიოდისთვის იაპონიის ასე ვთქვათ, იაპონიას გადაულოცა, დაუთმო სახალინის ნახევარკუნძულის ნახევარი ფაქტიურად. და ახლა იქ პორტატურზე და გასასვლელზე უკვე საუბარი აღარ იყო, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთმა შეძლო შეენარჩუნებინა სხვა რიგი ტერიტორიებისა, უბრალოდ დაებრუნებინა ომის გარეშე, რომელიც იაპონიას ჰქონდა მიტაცებული. და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არ იყო რუსეთისთვის მოგებიანი ხელშეკრულება, მაგრამ არც კატასტროფული დამარცხებით არ დასრულდა რუსეთის მაშინ ნაწყობდა მშვიდობა, იმიტომ რომ მოიხსენებათ 1905 წლის რევოლუციის გამო ეშინოდათ შიდა არეულობის. არის თუ არა ახლა ეს სიტუაცია, რაც ახლა აღწერეთ, მსგავსი იმისაც ახლა ხდება. რაღაც არეულობა და რევოლუციის მაგვარ რუსეთში ახლა უახლოეს პერიოდში არ გვეგულება და არ გონია რომ მოხდება. ერთადერთი რაც მოხდა უკვე იყო მაშინდელი პრიგოჟინის აჯანყება და იმანაც ჩაილული წყალი დალია და რუსეთი იაპონიისთან ომში განსხვავებით არ მარცხდება ბრძოლის ველზე უკრაინაში, სუმცირე არ მარცხდება და რეალურად შეხედოთ სტრატეგიულ უპირატესობას ფლობს სოფელზე და ქალაქს-ქალაქზე იღებს. ამ სიტუაციაში რატომ უნდა დათანხმდეს რუსეთი იმისთვის არასასარგებლო, არასახარბიელო ხელშეკრულებაზე? სულ ჩემთვის გაუგებარი არის, რის იმედი აქვს ბატონ კელოგს და ასევე ბატონ ტრამპს. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ იაპონია-რუსეთის ხელშეკრულების მსგავსად ახლაც რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულება დაიდება მათი შუამდგომლობით და ეს მოხდება რუსეთის ფაქტიურად დათმობების ფონზე. ამიტომ ნახოთ, აბა მომავალი გვიჩვენებს უახლოესი დღეები და თვეები გვიჩვენებს რა რეალური ზეწოლის რესურსი აქვს საშშ-ს, იქ საუბარი არის ისევ რაღაც სანქციებზე, დაწესებაზე რუსეთის წინააღმდეგ, როგორი მუშაობენ სანქციები, რამდენად შეაშინებენ ეს რუსეთს, რამდენად შეძლებს უკრაინის არმია კურსკში რო იყო ახლა გუშინ კონტრშეტევა რაღაც სოფელი აიღეს ყოიქაც. აი ამის მსგავსი ოპერაციების ჩატარებას რომ აჩვენოს, რომ კიდე მას ძალუც რუსეთის ტერიტორიაზეც რაღაცა ადგილების დაკავება, რომ უფრო მეტი სავაჭრო კონდეს ამისა და ხელშეკრულებაზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამერიკელების სრული ამ ეტაპზე არის არა ხანგრძლივი მშვიდობის და მშვიდობის ხელშეკრულების დამყარება, არამედ თუნდაც დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ცეცხლის შეწყვეტა იქამდე სანამ უკრაინაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება და სანამ არ იქნება ახალი ლეგიტიმური ხელისუფალი, რომელიც ვერ შეძლებს ხელშეკრულებაში დიდი ხელშეკრულების დადებას უკვე და ამასობაში ალბათ შეეცდებიან ისე უკრაინის გადაიარაღებას, თავიდან შეაიარაღებას, დაასვენებენ ძალების მოკრებას, ჯარის შევსებას, ახალწლების გაწვევას და ასე შემდეგ. ამიტომ მე მგონია რომ ეს იქნება თუ კი ეს რაღაცა მოხდება, იქნება დროებითი რაღაცა პაუზა, რათა ძალებმა ესევე მოახდინონ ძალის მობილიზაცია, ხოლო თავად ომი მის გამო რომ არ არის მიღწეული სტრატეგიული მიზნები, არც რუსეთის მხრიდან არ არის მიღწეული სტრატეგიული მიზნები, რომელსაც გააჩნია რომ გავიდეს ასე ვთქვათ თავის ბუნებრივ, როგორც მას მიაჩნია ბუნებრივ საზღვრებამდე, ეს არის ზღვისპირეთი და იქით დნესტრისპირეთი და ასე შემდეგ. და გახდეს გლობალური პლეიერი და მოთამაშე ევრაზიის კონტინენტზე, აი სანამ რუსეთებას არ მიაღწევს, მანამდე პრინციპში მას მოუწევს ამ ომის გაგრძელება, ეს ასუთა გეოპოლიტიკური ის თქვა კულტურის შეხედოთ. მე ვარაუდობ, რომ თუ კი ომი ვერ განახლდა, მთლიანობაში ალბათ ეს 7 წლიანი ომი გამოვა, გარეთ 3-4 წელიწადი ალბათ დაჭირდება აი ამ სამწუხაროდ აი ამ საქმეს და დიდ მსხვერპლსაც კიდე ალბათ მოითხოვს და წაიღებს. მაგრამ აი რო შევხედოთ სიტუაციას, რაც არის რეალურად, აი ესეთი მდგომარეობა ყალიბდება. აი ვნახოთ რას იზამენ, როგორ შეეცდებიან მოლაპარაკებების წარმართვას ამერიკელები ახალ რუსეთთან და რა დათმობებზე იქნება მზად წავიდეს პუტინი და პუტინის რუსეთი აი ამ სიტუაციაში, იმ სიტუაციაში, როცა მისი ჯარები უპირატესობას ფლობენ ბრძოლის ველზე. რა თქმა უნდა, ამერიკას მაშინაც კი აი უბრალოდ პარალელი რუსეთ-იაპონიის ომთან რო შეხედენ, რომ იაპონელებმა წარმატებას მიაღწიეს, კი თქვენ დაატურმუზებიეს, იმიტომ რომ იაპონიის ესეთი გაძლიერებაც არ აწყობდათ, რომ მე ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც გამოწვევა
ასე რომ ვთქვათ, გამხდარი იყო იაპონია და მაინც მოხდა ხო მე და მოგახსენებათ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიასთან მოუწიათ თავად გაძლიერებული იაპონიასთან ამერიკას ომი და ძალიან დიდი რესურსების დახარჯვა. აი მაშინ თავის დროზე კიდე ისექნეს რომ იაპონიას ბოლომდე არ გაემარჯვებინა, რუსეთი ბოლომდე არ დამარცხებული იყო და ახლობით ისევ ახლა არ უნდა რუსეთის ბოლომდე დამარცხება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაძლიერდება ჩინეთი და ჩინეთი მიითვისებდა ჩაყალბავს მთელ ევრაზიულ კონტინენტზე ყველა რესურსს, მათ შორის რუსეთის რესურსს და ჩინეთი არის ამერიკისთვის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, ამიტომ ასე რომ ვთქვათ, არ და ვერ დაუშვებს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის საბოლოო და მთლიან დამარცხებას და განადგურებას აი ამ ომში. მაგრამ მას უნდა დასუსტებული, ის მინდა დასუსტებული რუსეთი, რომ ერთი მხრივ თავისი ჰეგემონია შეინარჩუნოს რეგიონში და მეორე მხრივ შესაძლებელი გახადოს, რომ რუსეთი დაითანხმოს პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე ჩინეთთან მომავალ დაპირისპირების ფარგლებში და ჩინეთის თუ კი მოხდება დიდი კონფლიქტი, აი ამ კონფლიქტში რუსეთი გახდეს მათთვის პლაცდარმი და დასაყრდენი ან მოკავშირე მაინც ჩინეთის წინააღმდეგ. ეს არის ამერიკის გათვლა. ამიტომ არაფერი არ თავდება პირიქით საინტერესო თამაშების სწორედ ახლა იწყება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მე მგობა კუპაშვილი ვარ, გერმანიიდან, პოლიტოლოგი. იმედია მოგეწონათ ეს პოლიტიკური მიმოხილვა. გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მომავალ შეხვედრამდე.